კონფლიქტებით გამოწვეული შეფერხებები საქართველოს როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციას მნიშვნელოვნად ზრდის. ამაზე მეტყველებს ქვეყნის საზღვაო ნავსადგურებში გატარებული ტვირთის მოცულობა. მაჩვენებელი გასული წლის იმავე პერიოდს 21%-ით აღემატება. 250,000 ერთეულს აჭარბებს გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობაც. რა ფაქტორები განაპირობებს მზარდ ტენდენციას და როგორია სამომავლო პროგნოზი? გიორგი იდუკაშვილი გიამბობთ. 6 მილიონ ტონამდე გადამუშავებული ტვირთი ქვეყნის ყველა ნავსადგურში წლის პირველი 4 თვის მაჩვენებლით საქართველოს საზღვაო სექტორში მზარდი ტენდენცია შეინიშნება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს სპორტებმა 21%-ით მეტი ტვირთი გაატარეს. ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ შედეგები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სატრანზიტო დერეფნის განვითარებას. ეს გვაძლევს ცალსახად იმის თქმის საშუალებას და ნიშნავს იმას, რომ იზრდება არა მხოლოდ ცალკეული მიმართულებები, არამედ მთლიანად საქართველოს დერეფნის ფუნქციური დატვირთვა და ასევე ჩვენი როლი რეგიონულ ლოგისტიკაში. სწორედ ეს შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, რითაც ქვეყანა ძლიერდება და აძლიერებს თავის ფუნქციას, როგორც საიმედო, ასევე ეფექტიანი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის რეგიონში. საზღვაო ტრანსპორტის სექტორში მზარდი დინამიკა შენარჩუნდა კონტეინერების მიმართულებითაც. მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა 8%-ით გაიზარდა და 250,000-ს გადააჭარბა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები გაზრდილ მაჩვენებელს გატარებულ რეფორმებსა და სხვილტონაჟიანი გემების ქვეყნის პორტებში შემოსვლას უკავშირებენ. ეს შედეგები შემთხვევითი არ არის. გაზრდილი ეფექტურობა, ოპერაციების ოპტიმიზაცია, ბიუროკრატიული პროცესების შემცირება, სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობა, ასევე ინფრასტრუქტურული და ციფრული განვითარება ქმნის საფუძველს, რომ საქართველოს პორტები გადაიქცეს თანამედროვე, კონკურენტუნარიან და რეგიონულად მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ჰაბად. დღეს საქართველოს მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა აღარ არის. ქვეყანა ყალიბდება საიმედო პარტნიორად, რომელიც ევროპასა და აზიას შორის უსაფრთხო, ეფექტიან და პროგნოზირებად დაკავშირებადობას უზრუნველყოფს. თვითონ ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის მოცულობა წინა წელთან შედარებით იგივე პერიოდს თუ შევადარებთ, გაიზარდა 11%-ით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ საბორნე მოცულობები თითქმის გაორმაგდა. ეს მნიშვნელოვანი ზრდაა ჩვენთვის. ესეთი დინამიკა ნარჩუნდება მომდევნო თვეების განმავლობაშიც, შესაბამისად კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ძენს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს რეგიონს სატრანზიტო გატარების კუთხით. საქართველოს საზღვაო სექტორის წარმომადგენლები გაზრდილი ტვირთნაკადის მიღებისა და გადამუშავების მზარდი ტენდენციის შენარჩუნებას მიმდინარე წლის განმავლობაშიც ვარაუდობენ.